მნიშვნელობა ხო აქვს დროს, დრო არის პერსონა. ანუ დრო დამოუკიდებელი ის არის პერსონაა, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის. ჩვენ ვერ ვატყობთ. ჩვენ თუნდაც აი ამდენი ხნის განმავლობაში მეც კი მიჭირს ხოლმე იმის აი ესე დანახვა მიუხედავად იმის რომ სხვა გარემოში ვცხოვრობდი ხო აი დიდი ხნის წინ საერთოდ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი მე იმ გაურკვევლობა არეულობაში და ეხლაც გაურკვევლობაში მაგრამ საქმე რაშია ნახეთ ეს დრო და კონტექსტი ძალიან შეიცვალა ადამიანები კი იგივე დავრჩით მაგრამ იგივე მიდგომები იგივე სტრატეგიები იგივე აზრები ვერ გვექნება ჩვენ იმ ძველი სტერეოტიპებით მუშაობთ ეს ეხება ყველაფერს სხვათა შორის არა მარტო აღზრდას ეს ეხება ჩვენ ცხოვრებას ჩვენ შეხედულებებს ჩვენ მენტალობას საერთოდ შეიცვალა სამყარო ხალხო ხელოვნური ინტელექტი სამყაროში ვცხოვრობთ დაჩქარებულია დრო ვერ ატყობთ როგორი დაჩქარებულია და მე მეგონა რომ ხანში შესრულობის გამო მაგ დაჩქარებული და ჩემ სტუდენტებს რო ვეკითხები იმათვისაც და ძალიან დაჩქარებულია რატო იმიტომ რომ ბომბარდირებული ვართ ამდენი ინფორმაციით ჩვენ ვცხოვრობთ რეალურად აი რა ქვია ამ ვირტუალურ სამყაროში უფრო მეტად ვიდრე რეალურში და ეს ცვლის კონტექსტს ეს დამჯდარი თუ როგორ არის ეს როგორ უნდა ვთქვა აი არამოძრავი საზოგადოება ვართ ჩვენი შვილები არამოძრავი საზოგადოების წევრები არიან იმიტომ რომ არც დარბიან არც თამაშობენ ტელევიზორს უყურებენ მანქანით მიყავს მანქანით მოყავს ეს ფიზიკაზე ახდენს ფსიქიკას დავანებოთ თავი ფიზიკაზე ახდენს გავლენას ფიზიკაზე როგორ ახდენს გავლენას მოიმატა რამ მოიმატა დიაბეტმა ინსულინ რეზისტენტობამ მოიმატა ბევრმა რაღაცებმა რომელიც აი ამ უმოძრაო საზოგადოების ასე ვთქვა და უმოძრაო ჭარბწონიანობა ბავშვებში ეს ამდენი ტკბილი ანუ ნახეთ ესე არ იყო წინა და რამდენი ჩამოვთვალო ხა დრო არ გვეყოფა ჩვენ რომ ჩამოვთვალო ყველაფერი რამაც რადიკალურად 180% გრადუსით შეცვალა ეს ჩვენი რეალობა და ჩვენ კიდე გვინდა იქ აი ბებია ჩვენები ჩვენი მშობლები იმ სტრატეგიებით ვიცხოვროთ ღირებულებები სხვა საკითხია მაგრამ მოქმედების გეგმა მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა არის სრულიად განსხვავებული ბუნებრივი ახლა მაშინ თუნდაც ეკრან დამოკიდებულობის საფრთხე არ არსებობდა და მაშინ სხვა სტრატეგია იყო ტელევიზორს ატო ვერ ვიტანდი ცილა და უნდა ვდგარიყავი ესე ხეს თუ გავუშვებდი აღარაჩვენებდა ხო და ეხა ნახეთ აი რილაქს უნდა დააჭირო ხელი და ყველაფერი კომფორტის ზონიდან როგორც კი გამოდიხარ ეგრევე სტრესში ხარ აი დააკვირდით ჩვენ ახალ თაობას ხო ძალიან მცირე რაღაცა იწვევს სტრესი რა არის სუბიექტური განცდა ნახეთ და აი სწორედ მამის როლი მე მგონია რომ აი სტრესის გამძლეობაში და სტრესის როგორც არასტრესის დანახვაში ეხმარება ბავშვს იმიტომ რომ სტრესი რეალურად მართლა სუბიექტური განცდა იცით რა არის სტრესი რომ ჩემი რესურსი გარეს მოთხოვნებს მე მაქვს ეგეთი აღქმა რომ ვერ ერევა ვერ ძლევს ასე ვთქვა და მე მგონია რომ მე არა მაქვს ის რესურსი არც ჩემ თავში არც ჩემს გარშემო რომ ეს პრობლემა გადავწყვიტო და სტრესი მაქვს და თუ მგონია ნახეთ ეს ვინ უნდა მასწავლოს ოღონდ ნახეთ მეორე უკიდურესობაც არის ხო არარეალისტური შეხედულებები რომ მგონია და მე შესაბამისად საშინელ სასოწარკვეთაში ჩავარდები ამიტომ მშობლის და განსაკუთრებით მამის როლი სწორედ ეს არის რეალისტური ჩვენ საერთოდ გვაკლია ეს რეალიზმი ძალიან გვაკლია მით უმეტეს ამ ვირტუალურმა გარემომ მოგსპო სულ ცხოვრობთ სადღაც წინ გაურკვეველ ჩვენ მოთხოვნილებებში და ეხლანდელ აქ და ამჟამად ჩვენ რას განვიცდით და რა გვინდა და რას გვგრძნობთ და რა არის საჭირო ეს ყველაზე ნაკლებად მიგვაჩნია და ჯერ ამიტომ ჩვენ თავებში უნდა
გავერკვიოთ კარგად, როგორც მშობლები და მე ჩვენ შვილებში შესაბამისად.